ცდილობა არ ქონიათ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებისა, ნათლად აღვადგინეთ ის ვითარება, სად მოხდა გიორგი ახობაძის გაჩერება. ეს არის პასუხი, რომელსაც თვეების განმავლობაში ველოდით, არ მოგვეცა სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა. რამდენიმე გარემოება იყო, რაზეც დეტალურად ვისაუბრეთ დაცვის მხარემ გიორგი ახობაძის დასკვნით სიტყვით წარმოთქმისას. პირველი ეს იყო ატაკი, რომელიც შედგა პოსტფაქტუმ, ანუ მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძე გაჩხრიკეს და დააკავეს. შესაბამისად, პატაკში აღწერილი ინფორმაცია არის ტყუილი და შინაარსობრივად პატაკი არის გაყალბებული, ვინაიდან წარმოუდგენელია პატაკის ავტორს და პატაკის ავტორისთვის მოწოდებული ინფორმაციის მფლობელს ცოდნოდა 4 საათით ადრე, 5 საათით ადრე გიორგი ახობაძე თანმხლებ პირთან ერთად, რომელი მანქანით, რა დროს, რა კონკრეტულ ტერიტორიაზე და ზოგადად ვინმესთან ერთად გაივლიდა თუ არა, ვინაიდან ეს საკითხი გადაწყდა მხოლოდ 12 საათის შემდეგ და მაშინ, როდესაც 9 საათზე ვიღაცა მიცის ამის შესახებ, წარმოუდგენელია ვინმეს როგორ უნდა ცოდნოდა პირველიდან 2 საათამდე გიორგი თავის მეგობართან ერთად სად გაივლიდა და კონკრეტულად რა დროს გაივლიდა, ვინაიდან ეს საკითხი გადაწყდა 1 საათით ადრე. ხრეკის ოქმი იყო დაუშვებელი მტკიცებულება, ვინაიდან შინაარსობრივად ისიც იყო გაყალბებული. გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, ხრეკის ოქმს არ ადასტურებს საერთოდ არც ერთი პირი და არც ერთი ნეიტრალური პირი არ არსებობს, რომელიც იტყოდა, რომ გიორგი ახობაძეს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და არც ერთი ვიდეო გადამღები მოწყობილობით გადაღებული ვიდეო არ არსებობს, როგორც ესეთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გიორგი ახობაძეს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტიდან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ სახეზე გქონდეს ნეიტრალური მტკიცებულება, ან თუ ნეიტრალური მტკიცებულება ვერ გვექნება, პოლიციელებმა როგორც მინიმუმ ის უნდა დაასაბუთონ, რომ მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, განახორციელეს არაერთი მოქმედება, მაგრამ ვერ შეძლეს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. როცა საქმეზე გვაქვს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება, არ მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო საკმარისად მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს იმის დამადასტურებელ მტკიცებულება და ამა თუ იმ პიროვნებას ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა თუ არა. ეს პირველ რიგში უნდა დადგინდეს ნეიტრალური მტკიცებულებით. არც ერთ პოლიციას, რომელიც სასამართლოში დავკითხეთ, არ უთქვამთ ის, რომ მათ თავიანთ ხელმძღვანელს ან რომელიმე კოლეგას სთხოვეს დახმარება ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით, დამატებით პირის წამოყოლასთან დაკავშირებით და გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტი პირი იყო შემთხვევის ადგილზე, ვიდრე ეს არის 3 პირი, ჩვენ თეორიულად მივყვებით ბრალდების ხარეს ამ ლოგიკაში და ვამბობთ იმას, რომ 3 პირს შეეძლო ეწარმოებინა ვიდეო გადაღება და პირი, რომელიც ჩხრეკის ოქმს ავსებდა, ჩხრეკის ოქმის შედგენის პროცესში მას რომ მობილური ტელეფონი ამოიღო და გადაიღო, ამაში ხელს არ უშლიდა არავინ. 4-5 საათით ადრე მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ამხელა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი სათანადოდ ვერ მოემზადა, რომ დამატებითი პირი წაიყვანა, რომელიც დამატებით იქნებოდა აღჭურვილი ვიდეო გადამღები მოწყობილობით, ან წაიყვანა ექსპერტ კრიმინალისტი, დაესწრო ჩხრეკას, ან ზოგადად შემთხვევის ადგილას გაეჩერებინა ავტომობილი და საერთოდ უცხო პირი, დამსწრე პირი, ნეიტრალური მოწმე დაესწრო ჩხრეკის ოქზე. ნათლად აღვადგინეთ ის ვითარება, სად მოხდა გიორგი ახობაძის გაჩერება. აი ამ ჩხრეკის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იყო 112-ის კამერები შუქნიშანზე დაყენებული და როგორც გიორგი ახობაძე ამბობს, რომ იგი გააჩერეს პატრულ ინსპექტორის თანამშრომლობა, რომელიც შემდგომში გააქრეს უბრალოდ საქმიდან, ჩვენ არ ვამბობდით იმას, რომ აქ გიორგი ახობაძის ჩხრეკა გამოჩნდებოდა მაინც და მაინც და ის რომ ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვეზღუდა და ფაქტობრივად სასამართლომ არ გასცა განჩინება ჩვენი შუამდგომობის საფუძველზე, გამოძიების ეტაპზე, რომ ჩვენ გამოგვეთხოვა 112-დან კამერები, საიდანაც მინიმუმ დავადგენდით იმას, რომ გაცილებით მეტი ადამიანი იყო გიორგის მახლობლად და იღებდა ჩხრეკაში მონაწილეობას, ვიდრე ეს არის 3 პირი და პატრულ ინსპექტორის თანამშრომლებიც რეალურად იმყოფებოდნენ ადგილზე. შაბლონური პასუხი იყო, თითქოს დაუსაბუთებელი იყო დაცვის ხარის პოზიცია, თუმცა ჩვენი პოზიცია მომდინარეობდა ერთის მხრივ დათვალიერების ოქმიდან, ლევან ბერიძის ჩვენებიდან, გიორგი ახობაძის გამოკითხვიდან და ასევე
112-ისგან მიღებული პასუხისგან, რომ კონკრეტულ ადგილას ნამდვილად არის ვიდეო 112-ის ვიდეო მოწყობილობა. ჩვენ დავნიშნეთ დაცვის ხარის გამოძიების ფარგლებში კონკრეტული ექსპერტიზა, კითხვით თუ რა სახის ბიოლოგიური მასალა იყო აღნიშნულ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე და დადგინდა რომ ეს არის ნერწყვი, ეს არის პასუხი, რომელსაც თვეების განმავლობაში ველოდით და ეს არის ის, რასაც თვეების განმავლობაში გიორგი ამტკიცებს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ აღებული ნიმუში დაიტანეს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე. შესაბამისად ის, რომ გიორგი ახობაძის ბიოლოგიური მასალა იყო ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე და ეს უკვე ჩვენი ექსპერტიზის როდესაც დადასტურდა, რომ ეს არის ნერწყვი, დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ სავარაუდოდ გიორგის პირის ღრუდან მოხდა აღნიშნული ბიოლოგიური მასალის გადატანა. და ის, რომ გიორგის დნმ-ი არის შესაფუთ მასალაზე უტყუარად გონივრული ეჭვმიღმა სტანდარტით არ ამტკიცებს იმას, რომ გიორგი ახობაძეს ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. დღეს გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეში ვერც ერთმა პოლიციელმა, ვერც პროკურორმა დასკვნითი სიტყვით ვერ დაგვისაბუთა, რომ პოლიციელები ეცადნენ, მაგრამ ვერ წარმოადგინეს ნეიტრალური მტკიცებულება, უფრო მეტიც, არც ერთ პოლიციას არანაირი მცდელობა არ ქონია, ვერბალურადაც კი არავისთვის უთხოვია, რომ ადამიანი დაგვახმარე, რომელიც დამატებით ასახავს ვიდეო ჩამწერ მოწყობილობაზე აი ამ პროცესს. არც ერთი პოლიციის მცდელობა არ ყოფილა, რომ მოეპოვებინათ ნეიტრალური მტკიცებულება. შესაბამისად, ასეთ პირობებში მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება და ამგვარი ჩვენების საფუძველზე არსებული ჩხრეკი სოქმი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად, რომელსაც სასამართლო უნდა ენდოს.